ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი. როდესაც ადამიანს არ ხვენია თავისი უღმერთო წარსულის. პირიქით, რაღაც მომენტი რო ჩაუვარდება, ძალიან ისე იხსენებს კიდევაც. აი ესე იყო, ისე იყო. ია ეცინება ამაზე. საამაყოდ ყვება. არ ხვენია. ხო აი რაღაცას უჩაიდენ და ისე ხვენია, რომ საკუთარ თავსაც არ უთხრები. ასე უნდა ვიყო და ჩვენ არა ვართ ასე. პავლე დარწმუნებულია, ჩვენ გვენდობა, პავლე გვენდობა, თქვენ ხო ეხლა ცხენია თქვენი უღმერთო წარსულის, ცხენია რომ. და მე გვეუბნება რომ სიცხილი აუცილებელია. რატო? იმიტომ რომ აი ამ მდგომარეობის რაც მაშინ ჰქონდათ, მისი დასასრული არის სიკვდილი და სიკვდილი არა უბრალოდ ხორციელი. ამაზე გუშინაც გესაუბრეთ. ჩვენ მარტო ხორციელ სიკვდილს ხო არ უწოდებთ სიკვდილს, სიკვდილი სულიერი, ანუ ღმერთის დაკარგვა. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და კითხვა კიდევ საკუთარ თავთან. ნახე, პავლე როგორც მომხდარ ფაქტზე ისე მსჯელობს. ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდი და კითხვა მიჩნდება, გავთავისუფლდი ცოდვისგან. იმიტომ რომ ცოდვისგან გათავისუფლება ნიშნავს, რომ ქრისტესთან უმჭიდროესი კავშირი მაქვს და არა მაქვს ეს კავშირი ქრისტესთან უმჭიდროესი. არა მაქვს ვლოცულობ და ვერ ვარღვევ ჩემ დაცემულ ბუნებას და ვერ ვჭორეთ მას ჩემში, იმიტომ რომ უფალი მეუნება, რომ მე ვისაც ვუყვარ ვარ, მე შემოვალ ამ ადამიანში და მამასთან ერთად და სულიწმინდასთან ერთად და ვერ ვხედავ ჩემში ღმერთს და ესე იგი არა ვარ თავისუფალი ცოდვისგან.